გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით, ვაგრძელებთ განხილვას. რამდენიმე წუთის წინ უსმინე ერთ-ერთ საინტერესო ლექციას, სადაც საუბარი იყო ანგელოზ სამაელზე, ანგელოზზე, რომელიც იყო ერთ დროს, ასე ვთქვათ, ძალიან დიადი, ძალიან ნათელი სული, რომელიც შემდგომში სამწუხაროდ შეიძლება ითქვას, რომ დაეცა. და როდესაც უსმენდი, იქ იყო საუბარი, რომ ასეთი ის იყო რა, მის შესახებო რაღაცა ის ვნახეო, რაღაც ლამაზი ის იყო, ზღვაო, სანაპირო და რაღაც ლამაზი სურათიო და მე თუ მკითხავთ, ეს ყველაფერი შეიძლება აღიქვას და აღიქვეს როგორც ჯადოსნური სანაპირო, ჯადოსნური ნაპირი. იმას ვიტყოდი, რომ დარჩენილი ის რაღაც კარგი, ის რაღაც ლამაზი, ის რაღაც უკეთესი დარჩენილი, რომელიც ჯერა ცოცხალია. და მეორე საინტერესო დეტალი იყო, რომ ნახე რაღაცო, რომელიცო ჩემი აზრითო მის სიცოცხლეს უკავშირდებოდაო და ჩემი აზრით ეს რაღაც არის ის ყველაზე ძვირფასი რამ, რაც მასში ჯერ კიდევ ცოცხლობს. ის ყველაზე ძვირფასი რამ, რაც ამ ერთ დროს დიად სულში, რომელიც შემდგომ დაეცა, რომელმაც შემდგომ ბევრი დააშავა, ბევრი შეეშალა, ბევრი რამ ჩაიდინა, მაგრამ საინტერესოა, რომ როგორც ჩანს, არის რაღაც, რაც როგორ თქვა, ის ყველაფერი მისთვის, რა სიტყვაც გინდათ მიუსადაგეთ და ვფიქრობ სწორედაც, რომ ამას გამოსახავს. ამ ყველაფერმა გამახსენა კარიბის ზღვის მეკობრეებიდან, ფილმიდან შემდეგი სცენარი, მფრინავი ჰოლანდიელი რომ არის და უკვდავი რომ არის იდეაში რა, როგორ თქვა, რო ვერ კლავე, ვერაფერს ვერ უშავებე, მაგრამ გული რომ აქვს სკივრში, დაახლოებით ასე აღიქვა ეს სურათი, ეს სიტუაცია სამაელის შესახებ, რომ როგორც ჩანს, მას აქვს რაღაც, ასევე აღიქვა ის რაღაც ჯადოსნური ნაპირი, ჯადოსნური სანაპირო, არის რაღაც მასში, რაც ჯერ კიდევ არის ცოცხალი. და ეს სიცოცხლე არის, როგორ თქვა, ის რაღაც კარგი, ის რაღაც ლამაზი და ის რაღაც უკეთესი. მეორეს მხრივ საინტერესოა, რომ როგორც ჩანს და როგორც ვხედავთ, მე მივდივარ შემდეგ გააზრებამდე, რომ დაცემულ ანგელოზს ყოველთვის ექნება ლტოლვა იმ სილამაზისკენ, იმ ღვთაებრიობისკენ, რომლიდანაც ის დაეცა. და ეს ყველაფერი შეიძლება გამოიხატოს შემდეგი სიტყვებით, ადრე მაქვს წაკითხული ამ ერთგვარ ჯადოსნურ სანაპიროსთან დაკავშირებით რაღაც მსგავსი რამ, რომ ჩვენ სულშიო დღემდეაო ის რაღაც ჯადოსნური ნაპირიო, აღქმულიო, დღემდეაო ის რაღაცო, დღემდე ცოცხლობსო და როგორ ჩანს, ასეთ სულებში დღემდე მაინც ცოცხლობს, რა, მე ამის მჯერა, მე ამის მწავს, მე ამის მეიმედება, რომ მაინც ცოცხლობს და ამ წუთს მაქვს იმედი, რომ ეს რაღაც როდისმე კვლავ დაბრუნდება ღმერთში და ეს დაბრუნება, რა თქმა უნდა, იქნება გასაოცარი, მიღმიერი. ამ დაბრუნებას კი, რა თქმა უნდა, ეს დაბრუნება კი, რა თქმა უნდა, აისახება ყველაფერზე უკეთ. ერთი სიტყვით, ეს ვიდეო ეძღვნება, ეს ნაწილი ეძღვნება სამაელს. დაცემულ ანგელოზს, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ დაბრუნდება ღმერთში.